მიხეილ სააკაშვილმა თელავში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. პრეზიდენტი პირადად დაინტერესდა და შეამოწმა, როგორ მიმდინარეობს სახლების გადახურვის პროცესი. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივებსაც გაესაუბრა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებისას. ერთ-ერთ ეზოში 4 წლის საბა შაშიაშვილმა პრეზიდენტი დაბადების დღეზე მიიპატიჟა. მიხეილ სააკაშვილმა მიპატიჟება თავად ბავშვებისგან მიიღო. დავხალხალებთ თქვენად, თქვენ დაბრძანდეთ. ამეზოჩი რა ჩამოსულა გასაკეთება. თონა გავხურავზე. არა, მაგრამ ის სპორტი. ცოტა ხაში ეხლა ჯერ იქ შევავთ და ვეში ვიდღე ხარ და არ მიგვატოვეთ გაჭირვების დროს. გაიხარეთ, გამრავეთ. მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გაგოხარეთ პირველი ყველა ჩვენს თავს იყო და არ ვიცი რა. გავარჩევათ როგორ ძალიან დიდი მადლობა. ეს საერთოდ მოიწეს. ეს მეხმარებოდეს დღეს ჩემი ოჯახი რომ ასწავლებდნენ და ახალ თქვენს მონაწილეობთ ესე. საერთოდ არის თქვენი ბრიგადა მეც მუშაობს. აი მეზოსანი აღესინა. ქართველები არიან? კარგად მუშაობენ მაინც? ძალიან კარგად და ძალიან ეზოს მოწყობასაც უწევია. ბავშვებსაც გაუკეთებ კარგად. გადამაშავებს ეზოში და დენი ჩაირთვება ალბათ მაქსიმუმ ხვალ. ალბათ მე როგორ ახართ? ძალიან დიდი ბევრი შრომაა, ხო? თქვენ სპეციალურები ხართ? ათი დღე დაჭირდება, სულ გადაიხუროს. შიფერი რა? პრეზიდენტი უშვებს. ზედმოვა შიფერიც და ყველაფერი გვაქვს რა დიდი ფერად რა. ის მასალა უკვე შემოდანა. ხო, ვალე შემოდანა რაც არის. და დღეს დამთავრდა. შეიძლება ბალეთ სამიდები როგორი. მივდავა დღეს დავიდე ხვალ უკვე ცენტრის რეკონსტრუქციაზე მუშაობდი და იქიდან გამიდი. არა უშო, ცენტრსაც დავამთავრე და ესე უკეთესი გახდება ეს სახლები. სახლები კარგად. თელავში ასე კახეთში იმდენი აღშენებლობა იქნება, ეს დასაწყისია. თელავი უნდა დავამთავრე და მე მივყვეთ რაიონ, ყველა რაიონში ყველაფერი მაგ უნდა გავაკეთო. ყველა ცენტრი, ყველა სოფელი, ყველგან უნდა იყოს დიდი აღშენებლობა. და ყველაზე მთავარი ხალხი თქვენ ახართ ახლა. თავარი ჯერ თქვენ ახართ რო აკეთებ ყველაფერი. კახეთში არ უნდა იყოს ადგილი დარჩენო. ვიღაცა თუ დაიგერ გააკეთს მეზობელი ქუჩა, ჩვენ რა დავაშავოთ. ამ სტიქია მის მოხდა რომ ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთო. კახეთი დავაშავოთ, თქვენ უნდა ააშენოთ, ისე რომ ხეთ.